რა უნდა გავითვალისწინოთ გრიპის ვირუსის დროს და რა უნდა გავაკეთოთ პრევენციის მიზნით? ამ თემაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნინო ჭანტურია გვესაუბრა. მისი განცხადებით, ვირუსის თავიდან ასაცილებლად ყველაზე ეფექტურია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაკეთება, ასევე ჰიგიენური ნორმების დაცვა. ხოლო შესაბამისი სიმპტომების გამოვლენის დროს, როგორც ნინო ჭანტურია ამბობს, პაციენტმა აუცილებლად ექიმს დროულად უნდა მიმართოს. Პანდემიური H1N1 ეს არის ვირუსული ინფექცია, რომლის გამომწვევი არის A ტიპის ვირუსი. ძირითადი რეკომენდაცია არის მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული გრიპის საყოველთაო ვაქცინაცია, რომელიც უნდა მოხდეს აუცილებლად სეზონის დაწყებამდე 2 კვირით ადრე მინიმუმ. თუ კი პაციენტი არ არის აცრილი ვაქცინით, მას შეუძლია ეხლაც მიმართოს შესაბამის დაწესებულებას და გაიკეთოს ვაქცინაცია გრიპის საწინააღმდეგოდ. რაც შეეხება პრევენციას, პირველ რიგში უნდა მოხდეს ხელების ხშირი დაბანვა. ოთახის დახურული სივრცის განიავება, ვინაიდან ჰაერზე ვიცით, რომ მიკრობი კვდება. ასევე რეკომენდებულია პირბადის ყოველ 2 საათში ერთხელ გამოცვლა. დააცნებოვნებული ადამიანის იზოლირება გარშემომყოფებისაგან. როდესაც ადამიანი გადაიტანს ვირუსულ ინფექციას და ტემპერატურა კიდევ 24 საათის განმავლობაში ნორმალიზებულია, მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია მას უკვე საზოგადოებასთან ურთიერთობა. ასევე მიმართავ ყველა პაციენტს ნებისმიერი გრიპის სიმპტომის გამოვლენებისთანავე. როგორც არის ტემპერატურა 38 და მეტი, ღებინება, რინორია, ცხვირის გაჭედვა, შეიძლება იყოს დიარეა, სუნთქვის გაძნელება, ციანოზი ცხვირტუჩის არეში, ჩვილ ბავშვებში განსაკუთრებით, როდესაც ზუძუსწოვის შეფერხება ხდება, ყიფლიბანდი არის დაძაბული, აუცილებლად უნდა მიმართონ პირველადი ჯანდაცვის რგოლს. შემდეგ უკვე ექიმი პედიატრი ან თერაპევტი გადაწყვეტს უკვე მათი ჰოსპიტალიზაციის საკითხს.